სალამი ოქრო ხალხს, როგორ ხართ გოგობა და ბიჭობა, მომინატრეთ მაგრად. სადაც მოусმინოთ პასუხი ქვია ტრეკს, ამ ცნობილი ამბებიდან გამომდინარე, უცბად დაგვიდრობა DC ის გამახსენდა უცბად პელერო ეუბნება იმას. ჩვენ რო ჩაგვიწერეთ ის, ყველას დაგვიწერე ნაციონალები, ნუ მოკლედ ხო. კაი, ჩვენ და ჩაგვიწერა DC და პასუხს გვცემს ვითომ. მოდი სანამ დავიწყებთ ამ რეაქცს, ყველას გვახსოვდეს ერთი რაღაც, რა თავიდანვე. როცა გამოვიდა იმ კლიპის წარდგენაზე, სცენაზე ავიდა, ჩემი მეგობარი კახა მოიხსენია. იქნება მაგაცო, ნუ რა, why not, რატომაც არა. იძმა კაცო. იქ თქვა ეს სიტყვები, შეიძლება ციტირება ვერ მოვახდინო. უბრალოდ ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ გამოგვადგება რა ვიდეოს მსვლელობისას და რეაქციის დროს. ესეთი სიტყვები და ესეთი შინაარსის ტექსტი, რომ წარმატებას გისურვებთ, წარმატებას უსურვებთ ჩემ მეგობარ კალაძეს და თლიანად თქვენს გუნდს, ანუ ქართულ ოცნებას, სხვა გუნდშია მილანისთვის არ ამგონია წარმატება ესურვა იმისთვის, რა ქვია. ზაზას მილანში აღარც არის, არც ჯენოაში, არც სამტრედიაში. ანუ ვის უსურვა წარმატება ქართულ ოცნებას, მარტივია ხო? ხო, არაფერი. უბრალოდ ეგ გვახსოვდეს დასაწყისშივე რა. რომ ეს სიტყვები არა რაღაც ვიღაცა მოიგონა და უბრალოდ კლიპი გადაიღო და რაღაც. ხო თვითონ თქვა. ანუ ვინმე ხო არ იგონოს, უბრალოდ ფაქტია რა. ხო თქვა, მორჩა. კაი. ჩაუჯდეთ ეხლა და მოусმინეთ. მეყლაზე მკიდი არა სიტყვი ჩემზე, შენ ჩემი ცხოვრება არა გაგშენ. მე ვიცი ვის აქ ნამდვილად ტრაკი და ვიცი ტრაკს თუ ვინ ათამაშებთ. twin გაყინულიც რამდენი ვიცი, ჩვენში გაყიდულის დედა შევეცი, რამდენი თქვენც ის გაგახსენეთ ამაზე ის რო იგინება რა ქვია. პრეზიდენტი რო ყავს ახლა. ყაველაშვილი, მიშა. პარლამენტში რო იგინება რომ ვინც ჩვენ შორისო რუსულ საქმეს აკეთებსო, იმის დედა შევეცი. ბარაზბი. კაი, გავაგრძელებთ. ორა. ოზია თურმე ჩემ ხვირცი, შეგეცი, დილა შუა დღეს ძილისი, დღეს ჩემი გამოსვლა ცოტათი ბილწი, ბიძა ბიცი და ძალიან ფიცი, ხანდახან მორცხვი, ხანდახან ცეცხლი, ხანდახან მე თქვენი დედა შევეცი, ვისაც უნდა ნახოს როგორ დავეცი, მე არ წავიქცევი მათ გადაეცი და ჩვენში არა, ზაზა, რაღაცა გაგცევს შენ. აწი სულ უნდა იდგე ხოლმე, ხან იქ უნდა იდგე რა ქვია, ქარელში რო დაგიფინანსებენ კონცერტს, ხან იქ დადგები, ხან საახალწლოდ დადგები სადღაც რა, ვისაც გეტყვიან რომ წადიო და იქ იმღერეო და ვიხდითო, ხან იქ წამოხვალ, რატო უნდა წაიქცე. და პელესტკმის არ იყოს ასწორებს ფულის აღება, გააჩნია მაგ ფულს საიდან მიღებ და რა ფული ხდება ჩვენ ჯიბეში. ნუ კაი, ოკეი, გავაგრძელებთ. მონების დედა შევეცი, წერ ტრეკს და არის პისტეცი, ბოზებო მიხარეთ ჭორები, დავაი ყლებო, მიკეთეთ პიარი და გამოვიყენებ მომენტს და მიხვდები გარშემო თუ კი ვინ არის. ეგონათ რომ ხო, აბა რა, ეგ მომენტი უნდა გამოვიყენოთ ყველამ. და თან ჩემი აზრით ძალიან მაგარი მომენტი გვაქვს ეხლა რომ მიხვდეთ ვინ არის. აი მართალ სიძახის. ვითარხმები ამ ტრეკის ამ მომენტში, რომ ეხლა ის მომენტი არის, რომ უნდა მიხვდეთ ვინ არის. არა, იმედის გადაცემას არ გულისხმობ. იმაში რო რა ქვია, ცეცხლოვან გველეშაპში რო პირობითად თამარ გვერწითელიზის, არ ვიცი. უბრალოდ სიტყვაზე ვთქვი ეს სახელი და არა უშეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეხლა გამოჩნდება ვინ არის, მართალი ხარ. და თან ძალიან იმით ვაკვირდები, მაგრამ მაინტერესებს ამ ჰიპ-ჰოპში ზოგადად ამ სფეროში თორე იგივე, ნუ ზოგადად ვიცი ვინ არის. მაგრამ აქ ძალიან მაინტერესებს. ეხლა კიდე გამოჩნდება ამის მერე რა. გადამი არის, მაგრამ მით მიერ მივიღე ზიანი. კიდე უფრო მეტი ზიარი გამაღიზიანეთ. მეყლეზე მკიდია სულ ყველა ბაბლი, ამათ მოსაწონად რაკენი რა თქვა. ყლეზე როცა კიდიათ ხოლმე, იცი რა ასნიშნავს ყლეზე დაკიდება, რომ არ ვაფშე კიდიათ იმენა ტიპებს. რა DC და რა კლიპი და რა ბითი ჩამირთე ზაზუში.
აი. Მიამად დავთვლი და მერე ვაგინებ ამათზე მართლა იქნება მადლი. ასევე ვითომ მეგობრების ჩათვლით რამდენი ვირთხა რამდენი მატლი. მადლობა ღმერთო რომ ანახე მართლა ყოველთვის მაღლა ვერაფერი დამღლის. ჯენიცი ყოველთვის შემინა ბიჭი. ლეების ლაბარაკს ზღვებში არ ვიმჩნევ. სულაზე მგიდია ბიჭორას ირჩევ. მე ნუ მიმითითებ უბრალოდ გირჩევ. შორიდან ბოხმები ჩემზე დაცალა. არადა შემხდება მოწონს და წავა. არაფერს მალავმე მაგ მაგის ზალა. ყოველთვის ვიტყვი რა მომწონს რა არა. შევეცი მიამათ ისტერიკას. სულ ყველას ვიცი რა მიზნები აქვს. გავეცი პასუხი მორი კითხვას. საერთოდ შევეცი პოლიტიკას. ოპა, wait a minute. ანუ მოდი რაღაცებზე ჩამოვყალიბდეთ ხოლმე და ისე რა, ანუ ან შევეცი პოლიტიკას და შეეცი პოლიტიკას, ან არ შეეცი პოლიტიკას და საარჩევნო იმის წარდგენაზე როცა ავი და წარმატებას გისურვებ თუ გუნდს რო უსურვებ, ანუ ეგ რანაირი შეცემა პოლიტიკის. აი რანაირი. ანუ ერთმანეთთან როგორ ჯდება ეგ ორი რაღაც. როგორც ზეთი წყალთან, პრო. ხო, ვის ქონდა ეგა? გროტას გამოთქვა, ხო. არ ზავდება, რაც ძალიან არ ზავდება თან. ანუ ან ერთს ვაკეთებთ, ან მეორეს რა, აი ხა. ხან ერთი ვიძახოთ, ხან მეორე და ხალხი ყლია მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს. მაგ ლოგიკას ავი, კაროჩე. თუ ეგრე ფიქრობთ და სხვათა შორის ჩანს რომ ეგრე ვფიქრობთ. კარგი, გავაგზავნოთ. Урепрес дам скავსა ის მასა მოგიტყანთ ბოსი მედია და პრესა მე ყოველთვის ვიბაზრებ რაც ამ აკაზრა და ვის უნდა ბოზებო თქვა ჩემი გასვრა ხო, კაი, იცი რა გამახსენდა? ქართული ოცნება რაცნება საქართველოსთან გაქცევა ხო? ჩემი სიტყვები ხო არ არის ეს? რამდენი წლის წინ იყო ეგ ტრეკი, აღარ მახსოვს. მომექვია ტრეკს. მოდი ვნახოთ რამდენი წლის წინ იყო. მოიცა, აქ უნდა იყოს სადღაც წესით, თუ სწორად მახსოვს. ხო, სწორად მახსოვს სახელი მომეერქო კი. შენ ცხელი ხო, 7 წლის წინ იყო 2018 წელი. 7 წლის წინ ქონდა ეს ტრეკი. ანუ ამ 7 წელში ალბათ შეიცვალა რაღაცები ისე. აღარ არის ქართული ოცნება ექცნება ალბათ, ხო? იმიტომ რომ ალბათ ხალხი აღარ გარბის გარეთ, საზღვარგარეთ აღარ მიდიან და იქ ფულის საშოვნელად და რაღაცა. აქ გამოდის მაგრად მაყურთები საქართველოში. თავარი ტრაკი გაატოკო, ბიჭო, შენ რო შრომა არგინა და უცხოეთისკენ მიირბიხარო იქ რაღაცა მოიპარდო. ოკეი. კარგი. ხო, კიდე რაღაც ერთი ფაქტიც გამახსენდა, აქვე ვახსენოთ ეგეც. 2-3 თვის წინ იყო, თუ სწორად მახსოვს, თარიღებში დიდად ვერ გამოვირჩევი და მახსოვრობითაც ვერ ვარ მაინც და მაინც ჯანსაღად თარიღებს გულისხმობ. მოსაწევზე რო იჭერდნენ ისევ ხალხს და რუსთაველზე რო აქცია იგეგმებოდა. საზას პოსტი მახსოვს მაგ დროს, რომ ხალხს რომ მოუწოდებდა გამოსვლისკენ და მეც იქ ვიქნებიო და ეს რაღაც ცუდი კანონი უნდა შეიცვალოს და ამის გამო ხალხს აღარ იჭერდნენ და რაღაცა. ვინ იჭერდა მაგ ხალხს? ნაბოზარი სააკაშვილი, ბაზარი არ არის. ხო, ხარაშო, დალაგდა ყველაფერი ხა. დალაგდა კი. და KG-ს და Young Mike-ს ვინ ჩაუდო? ვინ იყო მაგ დროს თავრობაში? გონი გირჩი არ იქნებოდა, გირჩი არ ჩაუდებდა მაგას. მაიცა, გამახსენდება უოჭველი. ვიღაცა იქნებოდა ოპოზიცია. აბა ესენი არ იკადრებდნენ ძმაო. KG-ს როგორ ჩაუდებდნენ ნარკოტიკს. და ეხა სხვებს კი აღარ უდებენ, ანუ აღარ არსებობს ეგეთი რაღაცები რა, არა. ის გიორგი ახობაძე ხო გახსოვთ ეხა რომ გამოუშვეს? 7 თვე რო იჯდა ტყუილად ციხეში და არაფერი. ხო გახსოვთ? მაგასაც ხომ ჩაუდო ალბათ, ამათ არა. საინტერესოა, პოლიტიკის დედა შევეცით, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არ ვერევით. Ულობა ყველას ვისაც შემიწამს და ვიცი რომ მუდამ გამომყვება თან. რამდენი ნამდვილი დარჩება შენ ხარ და მხარ, მიხვდები შენთან და თან. ბიჭო ჩემ ადგილას რომ იყო, მაგრამ ჩემ ადგილას ვერასდროს იქნები შენ. ბიჭო ჩემ ადგილას რომ იყო. არ მინდოდა მომეწყანით, მაგრამ ისე ითხოვთ. არ მინდოდა, მაგრამ ისე ითხოვთ. რომ უნდა მიიღოთ, რომ უნდა მიიღოთ. ვიღაცა სხვა რაღაც სურდა ეთქვა, მაგრამ ფიქრობდა თუ რა სიტყვის სექტა. იმიტომ რომ სექტას თუ კი ვინმე არ მოწონდა, მას ფეხით შედგა. თქვენზე მე არასოდეს ვიდარდებ, ვაფშე გამიტყდება თქვენ რომ მე გიყვარდეთ.
თავის ლაპარაკობს არ ვიცი. რაც გინდათ იხმედეთ იბაზრეთ. ეს თავზე ვინ დავისვით, ვიცი გადაეყრები და მე ჩაისვრიან. მოგერიდებიან ჩარისვლით, კლავიატურებზე დაგიფსით. მოფიქსირებ ჩემს პოზიციებს, უკი არჩევანი გავაკეთო მომიწია. მაგ ტრადიცია, სულ კონდენცია, არასოდეს არ დომალო ჩემი ემოცია. შვილო, ეს საქართველოა, აქ ადვილია რომ გადაამტერო. ერთ დღეს სადიდონ და მეორე დღეს გადათელო. ისე ვინ შენი აზრით ვინ ყავს საზამ არ ვიცი ნახავს თუ არა ამ ვიდეოს მაგრამ თუ ახლა ამას უყურებ შენ ვინ დაყო ეს ყველაფერი ვინ მოიტანა დღემდე ეს ყველაფერი რომ ესე ვარ დაყოფილები რა ანუ იმისიანი ამისიანი და ერთმანეთს ქართველები რას აღარ უშვებით და ამის ხოცვამდე მივდივართ რომ შენ იმისიანი ხარ შენ ამისიანი ხარ და მოდი დაუცხოთ და გინებები და მთელი ამბები რა თუნდაც ეს ტრეკი ხომ მთლიანი გინება ანუ ვინ დაყო ანუ ვინ მოიტანა ეგ რეალობა რავია მარტივი ერთადერთი პასუხი აქვს მაგას მარტივი ერთადერთი პასუხი დედა შევეცი ვინც ყობს შევეცი ვისაც უნდა ხალხი გაგოს ან და ვისაც და აკრას მაგას ვიძახდი მეც თუ შეეცი იქედაკი გვერდით რანაირად შეეცი ანუ მაგათა მოიტანეს ეს ყველაფერი დაყოფილი ვარ დღეს სამწუხაროდ ის როლა უყურს ვის უნდა ჩემი სახელი შელახოს დედის წყნა მიიღო შემგან პასუხად შენეცი ახლა მე ვისაც ვეხები მოუთხან შორიდან ბოზი დედები მე ვიცი თუ კი ვისვე იმედები იციან მათ რომ მე არ ვიყიდები ანდასად მე და სამთავრობო რეპი დაყროვდი შეჩემა თუ გამოყლევდი თუ რო სამთავრობო რეპი იცი რა არის ეხა კი მივხვდი რაზე იძახის ეს მაგრამ უბრალოდ ქალაქს უმღერა ხო ეს ქალაქი უწერდი შენ კი ეს ხო უბრალოდ ქალაქზე როგორ მიყვარს ქალაქი მაგაზე უწერდი ორი წამ ქალაქი როგორ უყვარს მაგაზე წერენ დინამოს ფანებიც მაგალითად და სტადიონზე მღერიან ხო თუ როგორ გიждდებიან თავის ქალაქზე და თავის ქალაქისთვის რაზე არიან წამსვლელები და ასე შემდეგ წერან მეც ფეხბურთიდან მოვედი თელავის თამაშზე ვიყავი ბიჭებმა პატარა ბანერის გავაკეთეთ ჩვენ ბანერთან ერთად და განმოვფინეთ ტრიბუნიდან სადაც გურამ გაბისკირიას სიტყვები ეწერა არასდროს ჩემს სიცოცხლეში ყველას გეცნობათ ეს ისტორია აღარ მოგაწყეთ მაგით თავს ხო დღეს აფხაზეთის დაცემის დღეა 27 სექტემბერი 93 წელს რო წაგვართოს და რა რეები ჩაატარეს იქ და გენოციდები და ნუ მოკლედ და ამ დღეს ეს ტრეკიც იდება საინტერესო ანუ იმას კი არ ვძახი რომ რამე კავშირი აქვს ერთმანეთთან უბრალოდ ემოციები უფრო ძაფრდება როცა რაღაც განსაკუთრებული თარიღებია ჩვენთვის ქართველების საქართველოსთვის ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ხო და რას მოვაყოლე ხო ანუ შენ ქალაქს როცა უმღერი ანუ შეგიძლია ეს გააკეთო მარტივად ძალიან თუნდაც მაგაში დაჟე ფულიც აიყო რა სპონსორი გამოგისეს მაგალითად კაია კმარო და გასპონსოროს მომუნდეს უცბად რომ გვინდა თბილისზე რამე კარგი ტრეკი საზამ გააკეთოს რატომაც არა იდეალურად აკეთებს და გააკეთოს გაუსწორდება თვითონაც ჩვენს მაგრამ გასხოვება იცი რა არის ქალაქის სიყვარულში უბრალოდ ქალაქის სიყვარულს გამოგავაკეთე და მაგით რომ ფუთავ მაგ ტრეკს სადაც ადიხარ რომელ ხალხსაც ეუბნები წარმატებები ძმებო და ჩემი ძმები ხართო დავაი შებერეთ აი ეგას განსხვავება მეტი არაფერი ხო და ანუ თუ ვაკეთებ თუ თქვათ რა ანუ მე მეორეს ნუ გვტენით ანუ პროსტად გვით რომ ეგრე ვარ რა ანუ მე რა ანუ მე ვინ გეტყვის რომ რატო ხარ მადო ანუ მე მინდა და ამას ვაკეთებ მე რა ანუ იმას მაინც ნუ გვეუბნებით რომ არა მე არ მიქნია მე არ ვარ ფეხებზე მკიდია ოცნება ნუ მეუბნები მაგას რომ ფეხებზე მკიდია ოცნება წარმატებებიო ეუბნები და მაშინ აი ანიქცრობ ან ჩვენ როდის რომელერთ ანუ სადღაც ხო გვატყუებ რა მინიმუმ ერთგან როგორც მინიმუმ დების უყლეზე მკმენი ყოველთვის მე უკეთესს ავირჩევდი მეგობარს ყოველთვის მხარს დაუჭერდი ყოველთვის საკუთარ თავს უჯერებდი ვერავინ ვერაფერს ვერ მაძალებდით ბოზებო მიგორე ჩორები დავაიყლებო მიკეთეთ პიარი იმდენი იარა იყო გაიარა ვარ ახლა ყველაზე ძლიერი იმდენი ვიარე მე მგონი ჩემი ბედი არის მეტი ხეტიალი და დავადგინე რა დედა მოთხნულია თურმე ბევრი ადამიანი ამდენი წელი ვინც ერთად ვიყავით და ჩემი სახელი ვინც დაიცავით მე მადლიერი ვარ ყოველი წამი და მათთვის ვაკეთებ მე მთელი ძალით რამდენი ვიცანი და გავეცალე ბოზე
ფასები მე ვიცი იმდენი ცალი რამდენი ცარი მე ყველა დავთვალე მეყლეზე მკიდია სულ ყველა ტრენდი არავის დაკრულზე იცი არ ვცეკვა ყოველთვის ვიცი მეხმარება ღმერთი მანიცის ვინ ვარ და თუ კიდას ვნერგავ მაცადე ბიჭო მაქვს მე ჩემი გეგმა შეჩემა ვინახა რა გინდა ჩემგან ჩემი მუღამია რაღაც რო შევქნა ისეთი რამე რაც ვერავინ მინდოდა მომეთხანით მარა ისე ითხოვთ არ მინდოდა მარა ისე ითხოვთ რომ უნდა მიიღოთ არ მინდოდა მომეთხანით მარა ისე ითხოვთ არ მინდოდა მარა ისე ითხოვთ რომ უნდა მიიღოთ ხოდა გადაიღეთ მოიცა ეს უკაროიჯ და დუდა იყო მეტი კლასი ცოტა ხლაზე აი ეს დუდა მეტი ჰასლი და სულ ჩესნი და სულ კლასი ხო თან ჭორებს მიგორებთ ანუ რა მარტო ფაქტებია ვთქვით ახლა ის ტრეკი მე ხوار შემიქმნია ის 2017 წლის თუ 18 წლის ტრეკი მე ხوار შემიქმნია არც ის ზაზებიც ხომ არ შემიქმნია რა ქვია შალვას რო აშარჟებს და პანდებს 20 ლარი დამემატებდა და დავიქნები ნაციც კოციც და ეგ სიტყვები მე ხوار მithქოს მე ხوار დამიწერია გამიკეთებია შემიქმნია გამომიშვია ანუ ვინმე სხვა არ მოუგონებია ეგ რაღაცები ხო ფაქტებია უბრალოდ დედამოტყნული ფაქტები უბრალოდ არის ფაქტები ფაქტები ეხა ეს აღარ მაინტერესებს სად როგორ ანაგრად ეხა ის რაზო ფიქრობდი რომ ნეტა როგორ განვითარდება რა ძალიან დიდი იმით ველოდები მაგ პროცესს ვინ რას იზავს ამ კულტურაში ვინც არიან დღეს ჰედები ან თუ underground რეპერები თუ რა არ აქვს შოვა ყველაფერი წინ გვაქვს ჩემი აზრით კაი სვეგი იყო დაგემშვიდობებით კიდე ბევრი ლაპარაკი შეიძლება და ბევრ ამას არა უშო სხვა დროის თუ შემოვინახოთ გვექნება კიდე ალბათ რა თუ არც გვექნება იმედი არც გვექნება მაგრამ ხო ნუ კაი Love you guys, about Queens.